გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ და ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557 88 55 88 ძალიან მძიმე თემა გვექნება დღეს. პირადად მეც, როდესაც ვამზადებდი ამ გადაცემას, განვიცადე ეს ყველაფერი, ვინერვიულე საკმაოდ. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის იმყოფება 20-დან 25,000-მდე არალეგალი მიგრანტი. ეს რიცხვი შესაძლოა იყოს ბევრად მაღალი. ამას ადასტურებს საქართველოს ხელისუფლება. არ არსებობს აღრიცხვის ზუსტი მექანიზმები, ამიტომ ხელისუფლება ამბობს, რომ არალეგალი მიგრანტების რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. აქვე უნდა დავამატო ისიც, რომ ჩვენ ვიცით, საქართველოში ლეგალური მიგრანტებიც იმყოფებიან, აგრეთვე მიმდინარეობს უვიზო რეჟიმის ფარგლებში ქვეყანაში შემოსვლა სხვადასხვა ღარიბი აზიური ქვეყნების მოსახლეობისა. ეს რიცხვი ძალიან მაღალია სინამდვილეში, ვიდრე ოფიციალური წყაროები ამ ყველაფერს ადასტურებენ. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ საქართველოში შემოუშვეს უკრაინის ციხეებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებული კრიმინალები, დანაშაულებებში ბრალდებული პირები, რომლებსაც უმძიმესი ბრალი ჰქონდათ წარდგენილი და ეს არ იყო მხოლოდ ქურდობა და სხვადასხვა ტიპის დანაშაულებები, უფრო მძიმე დანაშაულებებში ამბობს ბატონი დარახველიძე. აქვე ხელისუფლება გვეუბნება, რომ არალეგალი მიგრანტებისთვის სახელმწიფომ უნდა აიღოს გარკვეული ვალდებულებები და ისინი უზრუნველყოს უფასო საცხოვრებლით, თუ კი ამის შესაძლებლობა იქნება, უფასო განათლებით, უფასო ჯანდაცვით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში და ასე შემდეგ. რთულია ძალიან ვითარება, ვიმეორებ საქართველოში 20-დან 25,000-მდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება და საინტერესოა ისინი როგორ მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, არალეგალებზე მაქვს საუბარი. დამატებით სხვა მონაცემებიც არსებობს, რომ ლეგალური მიგრანტებიც გვყავს ამ ქვეყანაში და ალბათ უფრო მეტია ეს რიცხვი. ალბათ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად განეწყობა ახლა ჩემი საუბრის მიმართ, შეიძლება არ დამიჯერონ, ამიტომ მოდით მოусმინოთ სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს. რამდენი მიგრანტია? ეს არის თული კითხვა, სამწუხაროდ ზუსტი ციფრის დაანგარიშება ძალიან ჭირს, იმის გამო რომ ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს, იმიტომ რომ სხვადასხვა უწყება აღრიცხავს და მაგრამ ის რომ თქვათ დადარება მოხდეს ადამიანების, ერთი 100-ს რო შეიცვალოს სახელში და გვარში და მოგეხსენებათ 5-6 სიტყვიანი სახელები და გვარები აქვთ ზოგიერთ უცხოელებს, უკვე იწყებს გაურებას. თუმცა ესე თქვათ უხეში დათვლებით, რაც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, დაახლოებით 20-დან 25,000-მდე არალეგალი მიგრანტია ამ წუთას ქვეყანაში. შეიძლება მეტიც იყოს, ეს გეუბნებით ძალიან უხეში დათვლებით. მას შემდეგ, რაც თავშესაფრის მაძიებელი გახდება უცხოელი, როგორც კი დარეგისტრირდება სისტემაში, ავტომატურად ქვეყანას უჩნდება ვალდებულება ყოველთვიური შემწეობით უზრუნველყოს, რაც არის იგივე, რაც დევნილი შემწეობა 45 ლარი არის, უზრუნველყოს ანალოგიური ჯანდაცვის სისტემით, რაც ჩვენ მოქალაქეებს თავაზობთ. ანუ უფასო სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვა ეკუთვნის იმიგრანტს. ასევე ვალდებულება გვაქვს, რომ უფასო განათლებით უზრუნველყოთ, უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოთ და თუ კი ექნება რესურსი ქვეყანას, საცხოვრებლითაც. საცხოვრებლითაც, ყოველთვიური შემწეობითაც, უფასო განათლებით, ჯანდაცვით, იურიდიული დახმარებით და საცხოვრებლით უნდა უზრუნველყოთ თურმე უცხოელი მიგრანტები. ეს საუბარია ლეგალურ მიგრანტებზე, ხოლო თავად მინისტრის მოადგილის განცხადებით, არალეგალი მიგრანტი 20-დან 25,000 ადამიანამდეა, თუმცა ვინაიდან ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს, შესაძლოა ეს რიცხვი იყოს გაცილებით მეტი და ვიდეოში ისაუბრა თავად მინისტრის მოადგილემ. ინტერაქტივში დღეს იქნება ასეთი შეკითხვა: როგორ აფასებთ საქართველოში არალეგალი მიგრანტების მასიურ შემოდინებას, შემოსვლას? როგორ ხვდებიან ისინი საქართველოში? რატომ არ არსებობს სათანადო კონტროლი და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? თუკი ჩვენ მოგვიწევს უზრუნველყოთ ეს ადამიანები სხვადასხვა სიკეთეებით,
რასაც თავადაც მოკლებული ვართ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში, უფასო საცხოვრებელი, უფასო კვება, უფასო ჯანდაცვა თუ განათლება დღეს საქართველოს მოქალაქისთვის არ არის ხელმისაწვდომი და გაირკვა რომ ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ამით არალეგალი მიგრანტები თუ ლეგალი მიგრანტები საერთოდაც. ყველაზე მძიმე ჩემი აზრით ის არის რომ ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვა კრიმინალები, რომლებიც უკრაინული ციხეებიდან, რომელიც ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილი ხომ მოექცა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და ამ ტერიტორიებზე ციხეები რაც იყო, იქიდან ბუნებრივია გაათავისუფლეს პატიმრები და ეს ყველა პატიმარი მოადგა ლარსის გამშვებ პუნქტს. უკან რუსეთი არ იბრუნებდა პატიმრებს, ყოფილ პატიმრებს, მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს და საქართველოს თურმე შემოუშვა ისინი ქვეყანაში. ისე რომ არც გავუფრთხილები ვართ, არც არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ ქართული საზოგადოებისთვის, რომ რაღაც გარკვეული სიფრთხილე მაინც გამოეჩინათ მოქალაქეებს. ვიმეორებ, როგორ და რა ფორმით შემოვიდა საქართველოში 20-დან 25,000-მდე მიგრანტი, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვაა. საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. 131,797 ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, დასაქმებული ადამიანი, რომელთა ხელფასიც 600 ლარზე ნაკლებია. და ამ დროს თურმე ჩვენ უნდა მიგრანტების შენახვაზე ვიზრუნოთ და უფასო პირობებით უზრუნველყოთ ისინი. სწორია თუ არა ეს? ზარია გადაცემაში. გისმენთ? გამარჯობა. საქართველოში შემოვიდნენ ემიგრანტები არიან თუ არა ლეგალი და თემა კაზახეთში იყო თბილისი და ეს სუსი დაძებს ხალხს ქუჩაში ხო თავი სახელმწიფო საზოგადოება ჩვენი ქართველები გარბიან ისეთი ხელი ჩეთქობა დამათო გაუჩეს სახელმწიფო ამა შემოყავ თელეკაზახები როია შემოწმები რატო ლაბარაკობ მარტო უკრაინელებს რამდენი რუსი შემოუჭა. თელისე ცოტა ხანში ჩინელები შემოვლენ, ხო? რა მოხდება ის საქართველოს გადასცემდნენ. ომის ისაკით, რა ომი ქვეყნებს ჩვენ უომროთ. როქენი ქართული ელიტაო არ გვერდით ცოტა ხანში. ერთი რა მაინტერესებს, სულსა გააკეთო თავის დამსახური. ხარს უკიტანდნენ ქუთაისში. რაღაცა გამოვლენ და ისა. ესენი სახელმწიფო საზღვრები დაიცვა. ჯერ სააკაშვილი რატო შემოუშვეს? არის ხო საქმეში? ეგრე კიდევ მეორე. მიხედო სახელმწიფო და მიხედო ქართველებს და იმაზე იფიქრნო ისეთი რაღაცა შექმნან ეკონომიური დოვლათი საქართველოში რომ ის ქართველი ხალხი დამიწყეს საქართველოში. კაზაკებმა შეიღეს პოჭადი რუსთავში. ტელეკორპუსები, რუსები რამდენი თოქი და კიდე უკრაინელები მეარსებ ხარეზევა და არცეორეს იმათეს ხარეზევა. მადლობა თქვენ ზარისთვის, დიდი მადლობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუსი როგორც გაირკვა, აცხადებდა, რომ უკრაინის ციხეებიდან გამოშვებული კრიმინალების საქართველოში შემოშვება საფრთხეებს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, როგორც მინისტრის მოადგილე დარახველიძე ამბობს, საქართველოს იძულებული გახდა და მაინც შემოუშვა ქვეყანაში ეს კრიმინალები. ვიმეორებ, როდესაც 20-დან 25,000-მდე არალეგალ მიგრანტზე ვსაუბრობთ, ეს უკვე სულ სხვა თემაა. მიგრანტები ზოგიერთი ლეგალია, ზოგიერთი არალეგალია. და ჩვენ არალეგალ მიგრანტებზე ცალკე უნდა ვისაუბროთ და მეორეს მხრივ ლეგალურ მიგრანტებზე. ეს გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. 20-დან 25,000-მდე ან მეტი არალეგალი მიგრანტია შემოპარული. ან შემოჭრილი, ან არ ვიცი როგორ მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამას დამატებული ლეგალური მიგრანტები, რომლებიც საზღვარზე ოფიციალურად შემოვიდნენ. და ამას დამატებული უვიზო მიმოსვლით პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან თუ არ ვიცი ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულები. და ახლა გავიგეთ კიდევ ერთი ახალი ამბავი გუშინ, რომ საქართველოს საზღვრებზე იგეგმება სპეციალური შენობების და ინფრასტრუქტურის მოწყობა იმისთვის, რომ მიგრანტები, ვინც მოადგება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზღვარს, იქ განათავსონ, იქაც ცხოვრონ და იქ უზრუნველყონ კვებით და სხვადასხვა საშუალებებით, სანამ გადაწყდება მათი შემოსვლა არ შემოსვლის ბედი 28 დღის განმავლობაში მაქსიმუმ. ზარია ეთერში, გისმენთ?
ილია. მოგესალმებით. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, ცალ-ცალკე ესპეციფიკები არის მე. ისმის თქვენი ხმა. ხო, ცალ-ცალკე ესპეციფიკები არ გადაწყვეტება. ეროვნული ხალხი ვინც არიან, ეცხედათ სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დაწყვეტონ პოლიტიკურად თორე. ხან მიგრაცია იქნება, ხან ის იქნება, ხან ის იქნება. არაფერი არ მიშველება, რა. ცალ-ცალკე არ გადაწყვეტება ესპეციფიკები. კიდე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. ესე იგი კაფში არის ავარიების ისე რაოდენობა ის ფენომენალური გამბა რა ქვია კასტიგუეთის ჯუს მონაკვეთზე ხო და სამგეობიდან წერილი არ მიწისით უკვე რამდენი ხანია და მინდა რომ შევახსენოთ კასტის გამგეობას და დასაგზავნია საუბრობაში წერილი დიახ დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის 557 88 55 88 როგორ აფასებთ საქართველოში არალეგალი მიგრანტების მასიურ შემოსვლას უფრო მეტად უფრო მძიმე სიტყვებსაც გამოუნახავთ იმედა საქართველოში შემოჭრას აი ეს ვითარება გვაქვს დღეს თავად ხელისუფლებამაც უკვე იმდენად მკაფიო გახდა ეს რომ აღიარა დაადასტურა ღიად რომ საქართველოში იმყოფება ამ წუთისთვის ამ დროისთვის 20-დან 25000-მდე არალეგალი მიგრანტი და ეს რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოსო და ჩემი აზრით მეტია ნამდვილად ბევრად მეტია ამას დამატებული ლეგალური მიგრანტები და ამას დამატებული უცხო ქვეყნებიდან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში შემოსული ღარიბი აზიური ქვეყნების წარმომადგენლები თუ არა აზიურის არ აქვს მნიშვნელობა როგორ აფასებთ გისმენთ დღემშვიდობისა ილია დღემშვიდობისა ეხლა რა ხდება ჩემო ილია გენაცვალე ძრეშვილო ეხლა ეს არის დიდი მაიმუნობა ვიტომ კანაძე მარიცის პრემიერმა არიცის როგორ არის ის მარიცოდა როგორ ახდებოდა ეხლა ლაპარაკობთ მოიცადეთ სააკაშვილი რომ შემოიპარა სააკაშვილი დაგეკმილია იყო ესე რომ გვაჩვენებენ ვითომ შემოპარვა უნდა და სააკაშვილს უნდა განადგურება ამისათვის თავის იაფარა საქართველოს მოდი სიმართლე ლაპარაკობ ყვილებს ლაპარაკობ ყველაფერი კარგად იციან და თავზე გვახოლა ვითომ სააკაშვილს შემოპარვა უნდა ბუნტი სააკაშვილმა დავი გადაირჩინა მაგას მოკლედ უკიდებდნენ უკრაინაში ყაჩაღი იყო ბანდიტი და აკაცევის მაიმუნება უნდა კეთილი როგორ აფასებთ უცხოელი მიგრანტების არალეგალების მასიურ შემოსვლას საქართველოში იცი არის მე ტრანეს ვიტყვი გაცოთ აი უბრალოდ ქრისტიანებს კაროს არ უღებენ რომელსაც ზუროა და ვეზიძები კი ბატონო შემოიდნენ მაგრამ ესე კიანკელების გაიგოს ესეთი რუსეთი ალხელა ტერიტორიის პატრონია და არავითარ ყოფილი ხმისა ესენი ეს გამყიდველები ლისბი რაღაცა გაყიდო გინდა კორპუსები გინდა ის კორპუსი გასაგული გადაიქოს დიდი მადლობა ჩვენ არ გვაქვს საუბარი გადაცემაში რა თქმა უნდა ლეგალურად მყოფ პირებზე არ გვაქვს საუბარი ესეც გარკვეული საფრთხეა ჩემი აზრით თუ მცირესობაში ჩვენ მოვექცევით ერთ დღეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები უმრავლესობაში რისკენაც მიდის საქმე და ჩვენი დემოგრაფია ძალიან მძიმეა საუბარი გვაქვს არალეგალურად შემოსულებზე შემოპარულებზე შემოჭრილებზე და სახელმწიფო უკვე ადასტურებს რომ ასეთი ძალიან ბევრია ამ დროს ჩვენი მოსახლეობა ტოვებს საქართველოს მასიურად მიდის უცხოეთში და იქ ეძებს სამსახურს იმისთვის რომ არჩინონ საკუთარი ოჯახის წევრები საქართველოში რას მოუტანს ეს ყველაფერი მომავალში ჩვენს ქვეყანას რა ბედიელის საქართველოს ამ პირობებში და ამ ვითარებაში როგორც მიდის ახლა საქმე 557-88-55-88 როგორ აფასებთ საქართველოში არალეგალი მიგრანტების მასიურ შემოსვლას რაც უკვე ღიად დაადასტურა სახელმწიფომ 20-დან 25000-მდე ადამიანი ან მეტი ვიმეორებ მე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვებს შემოსულია ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი მონაცემები თუ სად არიან, ვინ არიან, რა შვებიან, რა საკეთებენ. აქვე კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა გუშინ, რომ საქართველოში შემოუშვეს უკრაინის ციხეებიდან
ვადაზე ადრე გათავისუფლებული კრიმინალები, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, ისინი არ იყვნენ მსუბუქ დანაშაულში ბრალდებულები, მხოლოდ ისინი იყვნენ ძალიან საფრთხის შემცველი და სერიოზული დანაშაულის ჩამდენი პირები. და ესე ღიად შემოუშვეს, არც გაგვაფრთხილეს, არც შეგვითანხმეს ჩვენ საზოგადოებას. ზარია გადაცემაში, გისმენთ? ალო, მოგესალმებით, გისმენთ? გისმენთ, ბაბულია. შემოსავლელი კაცო, ილია. მადლობთ, გაიხარეთ. რამე დაიცი გითხრა, დიახ. არაზუსტ ამერიკია თქვენ გადაცემაში. მიხარია რომ შემოგვეხმიანეთ. იმიტომ რომ საერთოდ თქვენი ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ. სულ თქვენი გვეცლიოდი ვარ, მაგრამ თქვენ გადაცემაში ძალიან ხშირად არის გიორხელიძე დემორი. აი მის მონაცემები, რომელიც უტყუარია. 160,000 არამეგარი. დიახ. მაგაზო თავიდანვე ინდოელები, ჩინელები, მარტო უკრაინელები და რუსები კი არა. ქუთაისი, ბაბუ, მე ქუთაისელი კაცი ვარ. ქუთაისი, ბაბუ, გატყმული იყო თავისი ქართველობით. დიახ. ავტობუსი ასრა მეზარება. ინდოელებით, ჩინელებით, ქუთაისშიც კი. პაკისტანელები. ბაბუ, ავტობუსი ასრა მეზარება. დღეს ავტობარ ავტობუსში. და ინდოელი მითმობს არის. ქართველი დობში ზია. და ადგება ფეხს. ეს არის ჩვენი განაკვირება, რომ უნდა გაიგოს ყველა რომ ბიძინა მოსულია ქვეყნის გადასაშენებლად. სამეთ მაგალ ბიზანი არა 1,400,000 ქართველი დავჭით საქართველოში, ბაბუ. მეტი არა ოფიციალური მაგინის მონაცემები. ჩემი არა ეგი მაგინის სტატისტიკა და 1,100,000 სხვა ეროვნებაა. დიახ, მადლობა თქვენ ზარისთვის, დიდი მადლობა. სხვათა შორის სახელმწიფომ ჩაატარა საყოველთაო აღწერა მოსახლეობის, რის შედეგებსაც არ აქვეყნებენ. მეცაც გეტყვით, საქსტატმა თქვა, რომ 2026 წლის 1 ივნისამდე შედეგების გამოქვეყნებას არ აპირებს. ძალიან საეჭვოა ჩემი აზრით ეს გაჭიანურება კვლევის შედეგების გამოქვეყნებისა. მორიგი ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობა, გაითიშა სამწუხაროდ 557-88-55, როგორ აფასებთ საქართველოში არალეგალი მიგრანტების მასიურ შემოსვლას, ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. პირველად ხრება თქვენთან ძალიან დაბნეული ვარ, მაგრამ ორი სიტყვით მინდა გითხრა. მოგესალმებით, დიახ. ლაპარაკობ, რომ მიგრანტები არიან ძალიან ბევრი შემოსული. კი ბატონო, არიან შემოსული ძალიან ცუდი. მაგრამ ჩვენი ქვეყნიდან გასულია იმდენი ხალხი, მე პირადად ვიყავი 16 წელი და იქ დავიპარებოდი, კი არ დავდიოდი, დავიპარებოდი, რომ პოლიციას არ გამოვედა დეპორტებინი. და ახლა აქ ქვეყანაში შემოსულები არიან და ისევ თქვენ დავიპარებით, რომ იმას შემოსულმა ხალხმა თქვენ არაფერი დაგვირჩაო. თქვენ არავინ არ გვიყვარს, არც სახელმწიფო, არც არავინ და თქვენ თუ ვიყავით უცხოეთში, კიდევ ვიმეორე, ვიცით როგორ, არც ღამე მინდა პირადად და შემეგობრებს, რომ პოლიციას თავზე არ დაგვიყო და არ გამოვედა დეპორტებინებს და დღისით კი საერთოდ და ისე თამამად გადაადგილდებიან და ისე თავისუფლად თქვენ გვერშინი ქვეყანაში. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ზარისთვის, ქალბატონო. აქვე ცნობილი ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რომ მიგრანტები საქართველოს უნდა უზრუნველყოს ყოველთვიური ფინანსური დახმარებით, უფასო ჯანდაცვით, უფასო განათლებით, უფასო იურიდიული დახმარებით და უფასო საცხოვრებლით, თუ კი ამის შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს. ესეც მინისტრის მოადგილის გუშინდელი განცხადებიდან არის ამონა
არიდი შეგახსენებთ რომ ქვეყანაში შემოჭრილია 20-დან 25,000-მდე ან მეტი არალეგალი რომელიც აღრიცხული არ ყავს სახელმწიფოს, ხოლო თავის მხრივ მეორე ნაწილი მიგრანტებისა კიდევ იმყოფება ქვეყანაში, რომლებიც აღრიცხული არიან და ეს ცალკე მონაცემებია. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით. რა თქმა უნდა, არ არის სტრესიამაყა ამდენი უცხოეთის შემოსვლა ქვეყანაში, ჩვენი ქვეყანაში დიდი არ არის, რომ ამდენ ხალხს იწევდეს, მაგრამ ამაში ისევ ჩვენ ხალხი ხალხი ვართ დამნაშავე. ამ ხალხი თუ არ მომულობენ ამუშაოს, ჩვენები რატო მიდიან, რატო დატოვეს სოფლები, რატო დატოვეს ქალაქები, რატო თავდა ამდენი ხალხი მასშტაბიან დასავლეთში, იმიტომ რომ იქედა ისეთ ოპოზიციებთან ამ ჩვენ ფარფლებს უწევენ აგიტაციას, რომ იქ უმუშევარი ინტერესებს რამდენ ხელფასებს აკირებო. ამით აინტერესებენ ჩვენ ხალხს და მიდიან ხალხერეულებიან, რომ იქ ძიმეში რომ აკეთება. აი, მოხდათ ის ცხოვრება და არაფერი არ არის, ნაძვენია, ყველაფერი მარტივია ეს. აი, ასეთი აგიტაცია მის სპეციალურად. დიდი მადლობა. ეს ქართველები გავიდნენ. საგვარგარეთო ვაცალოთ ეს ტერიტორია. მადლობა ქალბატონო, საკმაოდ ცუდად ისმოდა, მაგრამ ვფიქრობ მაინც გავიგეთ თქვენი სათქმელი. როგორ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ამ რაოდენობით არალეგალი მიგრანტები? ამაზე უნდა გაგვცეს აუცილებლად ჩვენ ხელისუფლებამ პასუხი. ეს კითხვა უნდა დაიცვას ძალიან კაცრად. თუ კი 20-დან 25,000-მდე ან მეტი ვიმეორებ მათ სიტყვებს შემოდის ასე მარტივად საქართველოში და ეს შემოჭრა ხდება სახელმწიფო საზღვარზე, მაშინ ესე იგი არანაირი კონტროლი არ არსებობს რეალურად. კი ჩვენ ვიცით რომ ყველა ქვეყანაში მიგრანტები შედიან განვითარებულ ქვეყანაში და ამას ებრძვის მთელი მსოფლიო გარკვეულწილად, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, არც ისეთი დიდი საზღვრები გვაქვს და ჩვენთვის ჩვენი სიდიდის ქვეყნისთვის ეს დიდი რიცხვია ძალიან 25,000 ან მეტი და ზუსტი რიცხვი არ ვიცითო. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით. არანაირად არ შეიძლება არალეგალების შემოსვლა საზღვარზე. აუცილებლად უნდა იყოს ძალიან გაკონტროლებული საზღვრები იმისათვის, რომ აქ არ შემოვიდონ ისეთი ხალხი, რომ საფრთხე არ შეუქმნან ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მცირეები ვართ. ისეთი დამცირებული შევისწავლოთ, ჩვენ მცირებულები ვართ ისედაც, რომ ამდენი ხალხია საქართველოსდან გასული და სხვა ხალხი იკავებენ ჩვენს ტერიტორიას. აუცილებლად მთავრობამ უნდა მიაქციოს ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება და ჩვენ ასევე ხალხმაც უნდა ვიმოქმედოთ მოსახლეობამაც, იმიტომ რომ ეს ასე არ შეიძლება. ეხლა არალეგალურად შემოსვლა კი არა და არის ქვეყნები, რომ მე თუ მკითხავ ვიზიტათაც შეიძლება მათი შემოსვლა ქვეყანაში. ეხლა რაღაც 17 ქვეყანა იყო ჩამოთვლილი. ისეთი ქვეყნებია ჩამოთვლილი, რომ მათთან დილით რომ მშვიდობაა, ღამე ომია. მოდი და მოგვაწყდნენ ეს ხალხი, უდანამად დაკიდებულები და შემოვიდნენ და თალიბანები არიან და ტერორისტები არიან და უბედურები არიან. დიახ, დიდი მადლობა. როგორ შეიძლება? მადლობა თქვენ და ამას ემატება კიდევ ერთი, რაც დაადასტურა გუშინ ხელისუფლებამ, რომ უკრაინის დაპყრობილი ტერიტორიებიდან სადაც ციხეები არსებობდა, რუსეთმა გაათავისუფლა პატიმრები, რომლებიც მოადგნენ ლარსის გამშვებ პუნქტს. საქართველომ თავიდან უარი თქვა ამ კრიმინალების მიღებაზე, მაგრამ რუსეთი უკან არ იბრუნებდა თურმე ამ ხალხს და ნეიტრალურ ზონაში იმყოფებოდნენ და ამასობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ შემოეშვა ქვეყანაში ეს კრიმინალები და ბანდიტები და დღესაც იმყოფებიან საქართველოში. არც გაუფრთხილები ვართ, არც შეუთანხმებიათ ჩვენთვის ისე ვიმეორებ.
აქვე ერთი რამ მომეწონა ძალიან გუშინ, რაც თქვა ბატონმა დარახველიძემ, მინისტრის მოადგილემ, ის აღნიშნავს, რომ უნდა მომზადდეს სპეციალური კანონი, რომელიც დასაქმებას დაარეგულირებს უცხოეთის მოქალაქეებისა საქართველოში. ბატონი დარახველიძის თქმით, უსამართლო გარემოში ექცევიან საქართველოს მოქალაქეები დასაქმების კუთხით, რადგან მათ კონკურენციას უწევენ უცხოელები იაფი მუშახელი. და ამ კუთხით ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ზომებს და კანონებსო ეს თქვა და ძალიან მომეწონა, ეს უნდა შევუქო აუცილებლად ხელისუფლებას. ზარია ეთერში, გისმენთ? ზარია, გისმენთ? კეთილი არ არის კავშირი, როგორ აფასებთ საქართველოში არალეგალი მიგრანტების მასიურ შემოჭრას, ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. გისმენთ ყურადღებით, დაიწყეთ გთხოვთ. ჩემო ბატონო, ძალიან აღშფოთებულები ვართ ჩვენ ძველი უკვე ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ვისმენთ ასეთ დიდ შემოსევას, ეს უკვე შემოსევაა ხალხო. კახეთი დაიპყრო ირანმა, რომელიც კახელებმა გაკარეს თავის დროზე, დღეს უკვე დინებს იშენებენ, მიწის ნაკვეთებს აძლევენ უფასოდ და ადგილობრივ მოსახლეობას საქონლის გასაკვანი მინდორი არ დაუწოვეს. რას გარს ეს იგი თავობა იბრძვის ქართველი ერის წინააღმდეგ. ჩვენი ახალგაზრდობა ღმერთმა დაიტანოს, ჩემი არავინ არ წასულა და არ ვფიქრობ ჯერჯერობით, მაგრამ იძულებული გახდება და დატოვოს ეს ქვეყანა და წავიდეს. რატომ ვეკითხები მე სააკაშვილი ჯანდაბას იკითხოს, ობახიძეს, იკირე ივანიშვილს და ყველას ვეკითხები, რატომ იმეჭედებს ხმის შვილებს თავისი შვილების საკართ ამ პერიოდში. რატომ რატო ამკერენ ამ აშენებულ ჩვენი ხელით აშენებულ ჩვენ შევქმნით ეს ყველაფერი, ეს ჩვენი ისტორია, ძირძელი თბილი და უკვე მეზიზდება ქუშაში დასურა. ახლა შემოვედი სახში, თალი 2 მეტრიანი თალი, შავებში ჩასული, ხოლო თვალი არიან დატოვებული, გამაგერად არ ჩავს არაფერი. მე არ ვიცი არის, რატომ უნდა გადიოდეს ქუჩაში, რატომ უნდა ეშინოდეს ბავშვებს. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, მესმის თქვენი ემოცია, ამავდროულად უნდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ არავინ არ გვძულს, არც ერთი უცხოელი არ გვძულს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ისედაც მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს, გვებრალება ამ მასიური შემოჭრისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა. ამაზე ვწუხართ და ის გვადარდებს. როდესაც ქართველები გარბიან და უცხოელები მასიურად შემოდიან, ეს გვაწუხებს მხოლოდ, თორემ ვიმეორებ, არავინ, არც ერთი ადამიანი მსოფლიოში არ გვძულს პირიქით. დიდი სიყვარულით ვართ განსჭვალული და განწყობილი მათ მიმართ და საქართველოს სტუმართ მოყვარეობით ყოველთვის გამორჩეული იყო. თუმცა ეს ყველაფერი სამომავლოდ ჩვენ კარგად არ შემოგვიბრუნდება და ამიტომ დროული რეაგირებაა საჭირო ამ ყველაფერზე ვიმეორებ. როგორც ხელისუფლება ამბობს, ყოველთვიურად დახმარება უნდა დაენიშნოთ ფინანსური მიგრანტებს, უფასო ჯანდაცვა უნდა იყოს მათთვის ხელმისაწვდომი, უფასო განათლება უნდა მიეცეთ, უფასო იურიდიული დახმარება უნდა გამოიყოს მიგრანტებისთვის. უფასო საცხოვრებელი სახლები უნდა გადაეცეთ მათ, უბრალოდ ალბათ ქიერას გულისხმობენ ასე სახლებს ვერ დაარიგებს სახელმწიფო. თუკი ამის შესაძლებლობა იქნებაო ასეთი მსჯელობა იყო გუშინ პარლამენტში. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, უფასო იურიდიული დახმარება და საერთოდ საცხოვრებელიც კი ქართველისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამ ქვეყანაში და ჩვენ შეგვიძლია თუ ათასობით მიგრანტს გავუწიოთ ასეთი დახმარება, 1000. ზარია ეთერში, გისმენთ? რა უფასო განათლება უნდა მისცენ, რა ჯანდაცვა უნდა მისცენ, მაგრამ 90-იან წლებში ისიც რა არის ნაციონალური მეტყოლები 90-იანი წლები იყო. დიახ. საქართველოს როიცოდე წამოვიდა და 1000 ოჯახი ჩასახოდებოდა, აი ასე ილაპარაკა იმ ნაციონალურმა ქალმა 90-იან წლებში, რომ ყველგან მთელ საქართველოს გაუკეთებდნენ, წელს შემოაწავდნენ, ყველგან დასახოდებოდნენ.
მე დაიწყებდნენ აქედან უიცოდი აჯანყებას, როგორ აჯანყებას ფინანსით ქართველებს თავებს დაჭრიდნენ, გადაინაცვლებდნენ ევროპაში, ჩავიდნენ ევროპაში მიეძღებოდნენ. რუსეთის მეტი ვერავინ დაიცავს საქართველოს უარი ესე ისინა წარმეწყობა იმ ქალბატონმა. მადლობთ. როგორ შეიძლება ვინმე შემოშება, მაგრამ პირველი ეს შენი ხელისუფლება დიდინა ივანიშვილი მოკლან თავისი ოჯახით უნდა გაამწავონ მეტი არ არის. არა, ნუ მე მანდა იფოს ყველა ქართველი მაგის გარდა, ეგენი ქართველები არ არიან ხელისუფლებაში არ არიან ქართველები. ეგენი ნუ ქართველები იყვნენ საქართველოს ეყოლებოდა და გასაგებია ყველას ყველას ოჯახს ღმერთმა აშოროს უბედურება და არც არავის არ უნდა ვუსურვოთ ვერ მოყვებით ამ აზრში ქალბატონო, თუმცა ძალიან გაბრაზებული ხართ თქვენ მესმის და მეც გაბრაზებული ვარ, როდესაც გადაცემა დავიწყე ისე ვიყავი აღელვებული, რომ რამდენჯერმე დამჭირდა დამამშვიდებელი ვიმეორებ. ეს ჩემთვის ძალიან ძიმე იყო ნამდვილად. ამ ყველაფრის გაგება და მოძიება, რაც გუშინ დადასტურდა, შემდეგ მე ამ სტატიებს ვრცლად გავეცანი, რაც არც ერთ საინფორმაციოს არ გაუშუქებია, ისეთ ფაქტებს გიყვებით ახლა, მხოლოდ ობიექტივი აშუქებს ამას. გუშინ დადასტურდა, რომ 20-დან 25,000 ადამიანამდე არალეგალი ხაზს უსვამ, შემოსულია საქართველოს მიწაზე, საქართველოს ტერიტორიაზე. შესაძლოა ეს რიცხვი მეტიც იყოსო, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ მიახლოებითი ასეთიაო. მე ვამბობ, რომ ბევრად მეტია, ამას დამატებული ლეგალური მიგრანტები, ამას დამატებული აზიური ღარიბი ქვეყნებიდან მასიურად შემოსული ადამიანები და ქუჩაში რომ გავალთ, ჩვენ ყველაფერს ისედაც ვხედავთ. არ გვინდა არავისი დადასტურება ან უარყოფა. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა. ძალიან მწუხართ, როგორ არ მწუხართ, მაგრამ სახელმწიფოს დაავალეს შვილო, დაავალეს, რომ უნდა მიიღოთ. და ახლა ამათ მათ რაკნას. ევროპა უნდა და ამერიკა, რუსეთი არ უნდა ამათ. ჩვენ კი ვინდა ამ მოსახლეობას გააკეთონ რეფერენდუმი. თუ 85% არ მისცეს რუსეთს ხმა, აგერ არ მისცემ მაგალითად. აი ყველას. რა შუაშია რუსეთი, რას ნიშნავს რუსეთს ხმა? რუსეთს ხმა მისცეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს? ამერიკა ავალებია ევროპა და შოუბოდისი და შოუძრენ ახლა უკვე. და ამერიკა როგორ ავალებს არალეგალი მიგრანტების შემოპარვას საზღვარზე ეს ამერიკამ დაავალა? დაავალებს. შემოპარვა. ესეთი არხი ლაპარაკობს უსმენთ ჩვენ. კეთილი. ძალიან გთხოვთ, არ გინდათ ასეთი საუბარი, რუსეთს მისცემს საქართველოს მოსახლეობის 80% ხმა რას ნიშნავს? უნდა შეუერთდეთ რუსეთს? ღმერთმა გვაშოროს, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ასე უნდა ვიყოთ ყოველთვის. თუმცა მეზობელ რუსეთთან ქვეყნის ტერიტორიების გამთლიანების მიზნით, ტერიტორიული მთლიანობის საერთო ენის გამოძებნა ნამდვილად საჭიროა. და თუ კი ტერიტორიებს ჩვენ დავიბრუნებთ, შემდეგ სამტრო რა გვექნება რუსეთთან. მაგრამ შეერთება და ეს უკვე მტრული განცხადება და ანტისახელმწიფოებრივია. როგორ შეიძლება რუსეთს რაიმე ტიპით შეუერთდეთ? ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ ვართ მრავალწლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა და ჩვენი თავი უნდა ჩვენ გვეკუთვნოდეს, ამისთვის ვიბრძვით და ამისთვის მოქმედებთ და ვწვალობთ და გადის ეს ჩვენი ცხოვრება ამ მდგომარეობაში, ამიტომ. ზარია, გისმენთ? ქრისტიან, ჭეშმარიტად აღსდგა. ილია, შილო, ყველას უფლებია ქრისტიან ხდავთ. მოდი უგავსებით, ოსმალეთ, საქართველოს ხალხო, ბერძნები, ისწავლები, ისწავლან და იმ სულ აზრებმა ვიქნა ყველაფერია. ილია, შილო, როგორ შეიძლება ისეთი მთავრობა ყოლოს, რომელმაც ამაზე მოაწერა, მე, პენსიონერი, რომელიც ყავარ 300 ლარზე, და 1000-ობის და 2000-ობის და 1000-ობის დაუჯდება სისტემული არალეგალი. ეს ხო მათ მოაწერეს. მოდი საქართველოს ხალხო. რასია დამაძალა და მირალმაც დაგვაძალა. შენ თუ პატრიოტი ხარ და ეროვნული ხარ. დაძალებას რატომ ეთანხმები? რატომ ახდენენ შენზე დაძალებას? გაუწიე წინააღმდეგობა. დაიცავი სამშობლო. საზიქრობები, მაშინ არა ხარ შენ პოლიტიკოსი არა, პოლიტიკანი არა ხარ შენ. არავინ არა ხარ.
რომელ პოლიტიკაზე მესაუბრები, რაზე გაქველი მოწერილი ინტერესი და იმის სინდისის არა გაქვს, რომ გადადგე. იმის სინდისის არა გაქვს, რომ გადადგე ბოდისი მოუხადო ამ ქართველ ხალხს საზღვარი მაინც დაიცვა, დღეს და არც მოუწევ. ჩვენ სანამისეთი არ დაგვემართება, გერმანელ ქალებს რო ქუჩაში აფრებენ, მანამდე არ წამოვიყო გავცვალეთ. რა ხითა რა გვემართება. და იმია მოდი გავარჩიოთ სტუმარს მოყვარეობა და შემოსევები ერთმანეთიდან პრემი არ გვიყვარდა თორე სტუმარი გვიყვარდა რა თქმა უნდა სტუმარი არ არის ამას უკვე სტუმარი არქია მე ყველანი მიყვარს თავის სამშობლოში მე ჩემ სამშობლოში დამატებდა თუმცავრობაა და 20,000 წუთი ფესი და მილიონები მოპარული და დაიცავი მაინც ქვეყანა და მე მინდა კიდევ ერთი რამე ფოტო გამთავრდე ხანი რაცა იუკნევისმა შემაყარა ეს საკუთარი მთავრობა და მადლობა რასაც ამესაც უარეს უბრალოდ ევროპამ. ევროპამ შეგვაყარა ლამის ესერი. აი იუკნევისმა ზუსტად გავხდით ამათი გამოყუდებული. ბიზნესამ რო თუა გაგითა დღეს ჩვენ ახალგაზრდა თაობა პოლიტიკოსი რო უნდა ყოფილიყო ისინი განდერეს და დარსაეს ორი საკითხი გასაგებია. არა, მესმის ქალბატონო, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. 557-88 სტუდიის ტელეფონის ნომერია. ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საქართველოში 10,000 არალეგალი მიგრანტია შემოჭრილი და შემოსული, ფარული გზებით სავარაუდოდ, სხვა შემთხვევაში არალეგალი როგორ მოხდებოდა ქვეყანაში. მათთვის მოეწყობა მომავალში სპეციალური პუნქტები საქართველოს საზღვრებთან, სადაც მათ დაასახლებენ, აცხოვრებენ და სანამ იქნება საბოლოო შედეგი შემოშვება არ შემოშვებაზე საზღვრებზე მოუწევთ მათ ცხოვრება, ასე ამბობს სახელმწიფო. და აგრეთვე მიგრანტებისთვის გამოყოფილი იქნება ყოველთვიური დახმარება, უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება, იურიდიული დახმარება, აგრეთვე უფასოდ და საცხოვრებელი ფართი. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. ეს დღეს და გუში ხوارდა ყველაფერი ნელა დექიეს ატაკის დღეს იყო მთელი ოფანოვიჩა ის ყალაბის მაგერე და პასუხებმა იყო. დიახ. მიწევი ეს ყველაფერი უფასოდ დაიხვდა. დიახ. ელემენტარულად 30,000 თურქს რომ მოქალაქეობა მისცა სააკაშვილმა, ესეც გვახსოვს. აი ზუსტად ეგარი და ზუსტად მაგაცია საქმეა. ბოდიში ყველასთან მართალიც ხდება ძალიან პოლიტიკაში არ ვერ იყოლინო. იმ მიტინგებზე და იმაზე კი არ უნდა იმასთან, რა ელემენტარული რაც მართლა მწინეულია. აღარა ვარ, საფილები აღარ გაქვს. დიახ. ქუჩაში რო გადიხარ, პოლიტიკაში მეტროსი თავები ბანკები შემოვიდნენ, ისე დღესი იყვნენ, ნუ არ ვიცი ხა ელემენტარული თუს ხარ სამოსული სტუმარი იყავს. თორე და რა ვიცი ხა ყველანაირად ეხლა თქვენგან გავიგე ის რაღაცნაირად მეტყობას უწევენ და ფაქტორებად ეს დაუშვებელია ხდება. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. საქართველოში გვყავს 131,797 დასაქმებული ქართველი ან საქართველოს მოქალაქე, რომელიც 600 ლარზე ნაკლებს იღებს ხელფასს. წარმოგიდგენიათ რა მხელა რიცხვია? 131,797 ქართველი, რომელიც 600 ლარზე ნაკლებს იღებს ხელფასს. აი ასეთ პირობებში ცხოვრობენ და შემდეგ ბანკირები იქნება თუ ბიზნეს ელიტების წარმომადგენლები ზოგიერთს უკვე მილიონი ლარი აქვს თვიური ხელფასი და საკუთარ დასაქმებულს 600 ლარს უხდის ყოველთვიან ნაკლებს. ზარია ეთერში და ამ დროს ჩვენ უნდა შევინახოთ სხვები თურმე. გისმენთ? ეთერში ხართ. ეთერში ხართ, გისმენთ? ტელევიზორს გამოურთეთ ხმა გთხოვთ? ხო? ტელევიზორს გამოურთეთ ხმა. ბიჭო აი ამდენი წელი 65 წლის კაცია. მთელი ცხოვრება ღირსაღული ამ ქვეყანაში. ტელევიზორს ხმა გამოურთეთ, ძალიან გთხოვთ, ტელევიზორს. იცი კაცო, უპატრონო შვილებს გავქნა აი ტელევიზორს თუ ჩავაქრო მაგას. გამორთეთ, ხო, გამორთეთ, ჯობია. გამორთეთ სასწრაფოდ.
ნუ კარგით, აი არ შეიძლება ასე ეთერში შემოსვლის წინ როგორც წამყვანი ვემზადები, მე ასევე გთხოვთ თქვენ, ჩემო ბატონო, თქვენს მოემზადოთ. ტელევიზორს ხმა უბრალოდ უნდა გაუთიშოთ ეთერში შემოსვლის წინ. როგორც კი ზარი გამოვა ჩვენს ნომერზე. ძალიან გთხოვთ. აი როგორი ხარვეზები იქნება და ამ დროს უამრავი ზარი შემოდის ახლა პირდაპირ ეთერში, როგორც მე მანიშნებენ. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. ეს სპეციალურად ხო არ არის გაკეთებული, ილია ბატონო? დიახ. რა მოგახსენოთ, რა გითხრათ, თქვენთან ერთად მინდა გავაანალიზოთ, თქვენ რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ სპეციალურად შემოუშვეს ეგენი, თორე როგორ შეიძლება საზღვარი არ დაკეტო? დიახ. როგორ შეიძლება მაგათ შემოშვება, კაცო? დიახ. დიდი ჩვენი ხალხი ვერ დაუყოვნებელია საცხოვრებელთა და საკვებითა და ეგენი გვინდოდა ეხლა ჩვენა? დიახ. მადლობა თქვენ ზარისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ამ გადაცემაში არალეგალ მიგრანტებზე და ეს 25,000-იან მეტია თურმე, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, მაგრამ ლეგალურ მიგრანტებზე, ვინც საზღვრიდან ოფიციალურად შემოვიდა, რამდენია ასეთი პირი, ამაზე არ ვსაუბრია. სავარაუდოდ ეს 4-ჯერ და 5-ჯერ მეტია. ამას დამატებული აგრეთვე ლეგალურად უვიზო მიმოსვლით შემოსული მოქალაქეები პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან თუ სხვა, გინდა რუსეთი იყოს, გინდა თურქეთი და ასე შემდეგ. ზარია, გამარჯობა. ალო. მოგესალმებით, გისმენთ? ქრისტიანსკა ბატონოია. ჭეშმარიტად აღსდგა, გილოცავთ აღდგომას. კარგ ტელევიზიას და ყველაფერს კარგს გიწურეთ. მადლობა. ეს ეხლა ის არახველი ძერო ამბობს, გვაქვს ამართლეს. ოპოზიციონერებს არ უშვებს, რუსეთის ოპოზიციონერებს არ უშვებს და ვინ შემოუწევს უკრაინის პოლიტიკას და პატიმრებს ამბობენ. ეს პრობლემა მარტო ეს პრობლემაა. ხელ საქართველოს და გუში რა მოხდა და თავრობის არცერთი თანამდებობის წევრი არ შეხვდა იმ გაუბედურებულ ვაჭრებს და ხალხს. ხანძარი რომ გაჩნდა, დიახ. რა წესია ეს? დიახ. მადლობა. ეს არ უნდა იყვნენ, არ უნდა შემოვიდნენ. ყველაზე სასიზღვრები ესენი არიან, ესენი უხსნიან გზებს და კვლევებს და ყველაფერს. ეს ჩიტი ვერ გადაფრინება გადმოგვიდა, როგორც უნდა ისე უკრავენ. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. ამ დროს ჩვენ გვაქვს მძიმე მდგომარეობა უნდა გავიმეორო დემოგრაფიის თვალსაზრისით, გაეროს მონაცემებით საქართველოში 2050 წელს ქართველი იქნება უმცირესობაში. და შესაძლოა 2050 წელს და შემდეგ უკვე ჩვენ ვეღარ შევძლოთ საკუთარი გამგებლების, მერების, პარლამენტში დეპუტატების და პრემიერ-მინისტრების არჩევა. იმიტომ რომ ეს უცხოელები, რომლებიც უკვე საქართველოს მოქალაქეები იქნებიან იმ დროისთვის, საკუთარ პარტიებს შექმნიან და შესაძლოა თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში. და უნდა გქონდეს იმედი, რომ ისინი დაიცავენ ამ ქვეყნის ისტორიას, მე მგონი არ უნდა გქონდეს ამის იმედი. როგორ აფასებთ საქართველოში არალეგალი მიგრანტების მასიურ შემოსვლას, რაც გუშინ დაადასტურა სახელმწიფომ 20-დან 25,000 ადამიანამდე დაახლოებით ასე ვარაუდობთ, რომ იმყოფებიან საქართველოში, არალეგალებიო ხას უსვამ, თორემ ლეგალებიც არიან დამატებით. და როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ეს რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტიც კი იყოს. რადგან აღწერილი ზუსტად არ აქვს ეს სახელმწიფოს, ისე არიან შემოპარული ეს ამდენი ადამიანი. ზარია ეთერში, გისმენთ? ანუ გამარჯობა. გამარჯობა. ეთერში ხართ, გისმენთ ყურადღებით. აი ქართველს ვეღარ ხედავთ, ხო? ვეღარ ხედავ ქართველს. დიდი მადლობა, ცუდად ისმის თქვენი ხმა, მაგრამ თავარი გავიგეთ, როდესაც გარეთ გავდივარ, ქართველს თითქმის ვეღარ ვხედავ თქვენ ამბობთ და მთავრობა რას აკეთებს ამ დროს გავიმეორებ, ვინც თქვათ ვერ გაიგონა თქვენი ხმა ცუდად ისმოდა და ამიტომ
ზარი შეგვიძლია მივიღოთ ნომერზე 557-95-58. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, შეიძლება. ამ მოწყვეტს გონივა ძალიან დაბალი დონის ფალკი. ტელევიზორს იქნებ გამოვუხმები არიან. ქუჩაში გავლა აღარ შეიძლება. ისეთ მდგომარეობაში გვაგდებენ. ჩვენი კულტურა გაქრა, ჩვენი მეობა გაქრა. ამათან შელაპარაკებაც არ შეიძლება და თითეულს გონია რომ იმაზე უარეს ქვეყანაში ჩავიდა ვიდრე თვითონ არიან. აი ესე გონიათ და არაფრად არ გვაგდებენ საერთოდ და თავრობამ რო თქვა 20 და 25,000 იქ სამჯერ მეტი მაინცაა ხო გჯერათ ახლა დიახ გეთანხმებით დიახ მაგრამ ხო სწორს არაფერს არასდროს არ ამბობენ და ის მაინც გამოგვიცხადონ რა აღწერეს რატო არ ზრუნავენ როცა ხელს აწერდნენ ის ხელი მაპატიეს და როგორ არა უკანკალდა დაწყევლა არ მინდა ღმერთმა თუ შესაძლოა აპატიოთ ღმერთმა თუ არის და თავის თავში დაფიქრდნენ რა გააკეთეს რას უკეთებენ ამ ქვეყანას ხელფასის ისახებაზე ხელი არ უკანკალებთ 300 ლარს პენსიონერს არ უკანკალებთ ხელი ამაზე რა ნამუსით არიან საერთოდ რა ოჯახებში გაიზარდეთ საერთოდ Quainquillet rasuto dafifdet. Taquargaret misqa, vera. Isa trmeti tamogeteva ta privati xavi, trmeti tavi, ყველაფერი მაპატი. დიდი მადლობა თქვენს არისთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდა, მათთვის კვლავ გამოვაცხადებ. სახელმწიფომ დაადასტურა, რომ უკრაინის ომის მიმდინარეობისას, აი ბოლო წლებში როდესაც რუსეთმა დაიპყრო გარკვეული ტერიტორიები უკრაინისა, იქ ბუნებრივია ციხეები არსებობდა ამ რეგიონებში უკრაინის და ამ ციხეებიდან გაათავისუფლეს პატიმრები, კრიმინალები, დამნაშავეები, მძიმე დანაშაულში ბრალდებულები მათ შორის და ეს დაადასტურა მინისტრის მოადგილემ გუშინ და ეს ბანდიტები და კრიმინალები მოადგენენ ლარსის გამშვებ პუნქტს საქართველოს-რუსეთის საზღვარს თურმე. ახლა ირკვევა ეს გუშინ, აქამდე დამალული იყო. და მოინდომეს საქართველოში შემოსვლა. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა თქვა, რომ ამ ხალხის შემოშვება საქართველოში სახიფათოა, საფრთხეაო და მიამბრუნეთ უკანო. და რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ამ ხალხს მე არ მივიღებ უკანო. და დარჩა ეს არ ვიცი რამდენი ადამიანი, ბევრი სავარაუდოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, არც რუსეთი იღებს, არც საქართველო. ბოლოს მიუღია გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას, რაც იქნება შემოუშვათო და ეს ამდენი ბანდიტი და კრიმინალი შემოსულა საქართველოში. ისე რომ არც გაუფრთხილები ვართ, რომ თავი დაგვეცვა. ან რაღაცნაირად სიფრთხილე გამოგვეჩინა. ზარია ეთერში, გისმენთ. ჩემო კარგო, ქართველო ილია. გამარჯობა. მე კარგად გამყოფოთ. თქვენს ასევე. არის იცით? საქართველოს არ აქვს ქართველების შენახვის თავი. როგორ უნდა შეინახოს არალეგალები და ლეგალებიც. ყველა გასასტუმრებელია საქართველოდან. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ყველა გასასტუმრებელია. რამდენიმე კვირაში, არა წლებში, არამედ რამდენიმე კვირაში. როგორ ჩემი ქართველები ხოში მსჯელობენ, იპოთეკებით აქვს ცეცხლები, ბანკები აკავებენ ქართველებს. ხო და რანაირად ესე იგი, ვინაც შემოუშვა ესენი, თან გაყვენ მაგათ, თან უნდა გავაყოლოთ მაგათ ქართველებმა. მე დავდგები წინა ხაზზე იცოდეთ თქვენთან ერთად. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, გეთანხმებით რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. ჩვენი დემოგრაფია საგანგაშოა და ამ დროს ამდენ უცხოელს ჩვენ ვერ მივიღებთ და ვერ ავიტანთ ამას. და ეს ცნობები იმდენად თვალშისაცემი და ფაქტი გახდა უკვე რომ სახელმწიფომაც აღიარა. ყოველთვიური დახმარება ფინანსური, უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება, უფასო იურიდიული დახმარება, უფასო საცხოვრებელი უნდა გამოვუყოთ თურმე მიგრანტებს. სპეციალური პუნქტების მშენებლობა იწყება საზღვრებზე მიგრანტების განსათავსებლად. თუ ამდენი შესაძლებლობა გვაქვს,
ჩვენს მოქალაქეებს რატომ არ აქვს არც ჯანდაცვა, არც უფასო საცხოვრებელი და არც უფასო კვება თუ დახმარება ფინანსური. პენსიონერს რომ მართლა 350 ლარს გადაუხდი და ისიც ნახევარზე მეტი ბანკმა უნდა წაიღოს ბუნდოვანი პროცენტებით და საზიზღარი პროცენტებით. ზარია ეთერში გისმენთ. მოგესალმებით, თქვენ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით, დრო გვეწურება, იქნებ მოკლედ ბრძანოთ თხოვნაა ჩემი. გამარჯობა. აი, ეხლა მომიგებია. დავხელავ ვარ და როგორ უნდა შემოვიდეთ მიგრანტი, როდესაც შენ ასი პოლიცია როცა ექიმიარი ნებადათინდა ვიზიტებელია. ეს საკითხია. დონეზე გადაწყვეტილება ალბათ ისტორია მასშტაბია. ყველა იმა რედაქციის მაგრამ აკეთება და ინტერესის განუახლებო. ეს ჩვენი დამოუკიდებელი მინიმუმ 100,000 არის საქართველოში მას ყოველდღე დიდი მადლობა, დრო ამოგვეწურა, გადავაცილეთ და ამიტომ ბოდიშს გიხდით გემშვიდობებით. აქვე კიდევ ერთი კითხვა უნდა დავტოვო, რომ როგორ შემოვიდა ამდენი არალეგალი მიგრანტი საქართველოს ტერიტორიაზე, ამაზე გაგვცეს პასუხი იქნებათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სასაზღვრო დეპარტამენტმა იქნება თუ მთავრობამ თავად. გაგვცენ პასუხი და გაამკაცრონ კონტროლი, ეს იქნება მოწოდება და გარდა არალეგალური შემოჭრისა, ჩვენ გვაქვს ლეგალური შემოსვლის აგრეთვე ძალიან მძიმე და საგანგაშო ეს უვიზო რეჟიმის ფარგლებში ფაქტები. რეაგირება სასწრაფოდ. ნახვამდის ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი ინტერაქტივს.